არსებობს დაავადება, რომელიც აქამდე იყო, ესე რომ ვთქვათ, განუკურნებელი, არ იყო შესაბამისი მედიკამენტები. დღესდღეობით უკვე არსებობს სოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ისეთი მედიკამენტები, რომელიც აჩერებს ამ დაავადებას, აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს. შესაბამისად, ჩვენ ვართ უკვე ისეთ პერიოდში, სადაც შესაძლებელია ამ ბავშვების გადარჩენა. ამიტომ ყველა შესაძლებლობა უნდა იქნეს გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს იმედად ვართ, ჩვენი სახსრებით გამორიცხულია ამ მედიკამენტების შეძენა. ასევე ჩვენ გსურს, რომ დროულად შეიქმნას მულტიდისციპლინარული გუნდი, რომლის საფუძველზეც გამოკვლეული იქნება ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა. შევიკრიბეთ მშობლები და ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია. მას შემდეგ, რაც უკვე ამ დაავადებამ გაგვაერთიანა, ჩვენი ორგანიზაცია არ მუშაობს მხოლოდ ქვეყნის შიგნით. ჩვენ გავდივართ ევროპის ქვეყნებში, გავდივართ თქვა ამერიკაში, კონტაქტებს ვამყარებთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ვფლობთ სრულყოფილად ამ ეტაპზე რა ხდება ამ დაავადებასთან დაკავშირებით, რა ცვლილებებია, რა მედიკამენტებია უკვე ბაზარზე დღესდღეობით და რისი შანსები ჩნდება ამ ბავშვების უკეთესი ცხოვრებისთვის. დუშენის კუნთოვანი დისტროფია მაქვს 10 წლიდან უკვე ეტლით გადავადგილდები. ჯანმრთელობა უფრო გამირთულდა, იმიტომ რომ სკოლიოზი ძალიან გამკვეთრდა უკვე. არა ღვთისწყალობით შემილია ჯდომა ჯერჯერობით, ისე რომ სოფლიოში გამოვიდა პრეპარატები. სამლები გვაძლევს საშუალებას, რომ უკეთესი ცხოვრება გქონდეს. ყველა დუშენიანის სახელით თხოვ მთავრობას შემოიტანოს ეს სწავლები რაც შეიძლება მალე. რადგან ჩვენთვის ყოველი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. მდგომარეობაში ყოფნა არის ურთულესი. ვიტყვი რომ ყოველი დღე არის ჩვენთვის დანაკარგი. ჩემი შვილიშვილი არის 9 წლის, რომელიც შარშან უკეთესი მდგომარეობით იყო, წელს უკვე უჭირს სიარული. ეს შარშან გავიგეთ და ჩვენც განვადგურდით, არ ვიცოდით სახელი დიუშენი ზოგადად რა იყო. ეს არის პროგრესირებადი, იშვიათი გენეტიკური დაავადება. ორგანიზმში არ მარტივად რომ ვთქვათ, არ გამოიყოფა დისტროფინი, რომელიც ესაჭიროება კუნთს იმისთვის, რომ განვითარდეს. ნელ-ნელა ხდება ამ კუნთების გალევა, ეგ იწყება თავიდან, ფეხებიდან და ნელ-ნელა ადის მერე უკვე ხელებზე გადადის, შემდგომ უკვე აზიანებს გულს, სუნთქვის პრობლემა ექმნებათ პაციენტებს, ესაჭიროებათ შემდგომ უკვე მართვის სუნთქვაზე გადაყვანა და ბოლოს უკვე ფატალურად მთავრდება სამწუხაროდ და ამიტომ რომ გადაჩნდნენ ჩვენი შვილები, სასწრაფოდ ესაჭიროებათ ეს არსებული პრეპარატები.